ბატონი ბესიკ ბერიტაშვილი, რომელიც ამავე საქმეზე იყო მსჯავრდებული. და ალბათ მასვე უნდა ვკითხოთ, საიდან მოვიდა ეს ტერმინი ზილების რევოლუცია, რომ იმ საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც არ იცის ან პირველად ისმენს ამ საქმის შესახებ, რომ ესეც მოისმინოს. ჩვენ ამის შემდეგ გვეყოლება ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი და ბატონი ლევან ტერაშვილი. ბატონი ბესიკ ბერიტაშვილი. მოგესალმებით, დაბრძანდით ბატონო ბესიკ თქვენთვის განკუთვნილ ადგილას. მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. უნდა გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ ჩვენი კომისიის წინაშე ცრუ ახსნა განმარტების მოცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ასევე კითხვებზე უარიან პასუხებისთვის თავის არიდება. გთხოვთ ამის დასტურად მოაწეროთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც სამდივნომ წარმოგიდგინათ. მადლობა. ბატონო ბესიკ, ჩვენ ბატონი ლერი ბერიტაშვილი გვყავდა ახსნა განმარტებაზე თქვენამდე. მან დეტალურად აღწერა მის ნაწილში, რა იყო გამოგონილი ბრალდებები, რა პირობებში დააკავეს, როგორ აწამეს, როგორ აყურებინეს საკუთარი შვილის წამება გლდანის ციხეში და მისი პატიმრობის პირობებზეც გვესაუბრა. ეს იყო შემაძრწუნებელი მოსასმენად, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ოჯახის ახალგაზრდა წევრებს, ქალიშვილს, ვაჟს, ქალიშვილს ემუქრებოდნენ და ვაჟი აწამეს მის თვალწინ. თქვენი ამბავიც, რომ გვიამბოთ, ვინაიდან როგორც ჩვენ ვიცით, თქვენ და ბატონი ლერი ერთი და იმავე საქმეზე, ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმეზე გაგასამართლად წინა რეჟიმმა. ამისათვის ჩართეთ მიკროფონი, წითლად რომ აინთება, უკვე შეძლებთ საუბარს. ირატონ ხალბატონოთია, ნამდვილად ერთ საქმეზე ვიყავით მე და ლერი, რა თქმა უნდა გამოგონილ საქმეზე. ვიყავით ირაკლი ოქრუაშვილის შექმნილ პარტიაში ვიყავით ერთად. ლერი ახლობლები ყავდა რა ლერისა, მან და წამიყვანა მე როგორც უმუშევარ იმასე. დავიწყე მძღოლად მუშაობა რა ოქრუაშვილთან. პარტიაში ბატონ სოზარის ვეხსოვები ალბათ. ხო და მოხდა მე ესე რაც მოხდა რა. შეთითქმეს ზილების რევოლუცია. ეს დღესაც რომელი დღე იყო ივნისის 30 თენდებოდა ამის. დილა იყო უკვე 5:30, 12 კაცი დამადგა. სპეცნაზელები რა თქმა უნდა. და დაიბარეს ჩემი მეზობლები, იქ მაცხოვრებელი საკუთარ სახლში ცხოვრობ ბავჭალაში. გამოიყვანეს მეზობლები და აჩვენეს ვანიდან გამოტანილი იარაღი. იყო 4 ავტომატი, 2 ხელყუმბარა და 2 კასეტური ბომბი, რომელიც რომ ის არ იყო ჩემი დადებული, რა თქმა უნდა თავიანთ დალაგებული იყო. და ხელი მოაწერინეს მოწმეს, როგორც იარაღი აღმომიჩინეს. მე უკვე მივხვდი, იმიტომ რომ წინა დღეებში დაჭერილები იყვნენ ბიჭები მაგ პარტიიდან. მოგეხსენებათ ტერაშვილი, კაი ადამიანი. და ვიცოდი, მოველოდებოდი ერთი სიტყვით რა. რომ თქვენც მოგადგებოდეთ. ხო, რა თქმა უნდა, რომ ხა ყოველდღე იქ მანქანის ყურადღების მიქცევა, მანქანით რომ მოძრაობდი და ამდენდნენ უკვე რა, მე აქეთიკე და ერთ სიტყვით ვიცოდი, მაგას შეჩეული. ვინ იყავით ოჯახში, როდესაც მოვიდნენ? მე მეუღლე და ჩემი 5 შვილი. დედა მამა. კი. რა ასაკში იყვნენ თქვენი შვილები ამ დროს? პატარა იყო თვეების. სრულწლოვნები იყვნენ რომელიმე? 13-14 წლისები უფროსები და მიყოლები. ყველაზე უფროსი 14 წლის და უმცროსები. უმცროსი იყო თვეების. და ამ პირობებში გითხრეს, რომ თქვენ ინახავდითო აბაზანაში. ესე იგი მე ამდენ იარაღს. კი ბატონო.
ვითომ და მეზობლებმა იმაზე მოაწერეს ხელი რომ იარაღი ნამდვილად იქ იყო თუ თქვენი რომ იყო იმაზე მოაწერეს ხელი შეაშინეს ერთ სიტყვით რა იმათ რაიმერე თვითონაც მელაპარაკდნენ მეზობლები რომ სხვა გზა არ ქონდაო ნუ შეშინდა რა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ თქვენ წეგან კითხვით მაგრამ საზოგადოება რომ კაფეოდ გაიგოს ანუ პარტიის წევრების გარკვეული ნაწილი წინა დღეებში სხვადასხვა დღეს უკვე დაჭერილი იყო თქვენ გქონდათ ლოდინი ანუ იარაღი თეორიულად რომ არსებულიყო სახში ვიცოდი რომ მოვიდოდი ყველა ვარიანტში ვიცოდი იმიტომ რომ დაფიქსირებული იყო ბატონო სოზა იქ მანქანით მითამით და ყოველ შემთხვევაში ვიცოდი რა ველოდებოდი მაგას თან მაგ პერიოდში ჩემ მეუღლე ჩემთან ერთად მუშაობდა მაგ პარტიაში იყო თავის საქმე ჰქონდა რა იქ დამლაგებლად მუშაობდა ხო და მაგისიც მეშინოდა რა რომ რამდენი წლის იყავით იმ დროს ეხლა ვარ 56-ის 2011 წელია ხო 14 წლით ადრე კი ბატონო ახალგაზრდა კი ბატონო ეხლაც არ ხართ ხანდაზმული ამის თქმა არ მინდოდა სხვა რაღაცა ვიგულისხმე ანუ ბევრად უფრო ახალგაზრდა ოჯახით მეუღლით და 5 მცირეწლოვანი შვილით მოგივარდნენ და დაგაბრალეს რომ იარაღებს ინახავდით აბაზანაში შემდეგ ну გამომიყვანეს რა თქმა უნდა ბოდიში და პრუსის ამარაში როგორც ხდება ეუნები ჩავიცვა კაცო გამოვლაბა რას ვიზო გამოყვებით ღამე იყო დილა იყო სადღაც 5-ის ნახევარი გამთენია პოლიციას გააღებინეს პატრული იყო რა პატრულს გააღებინეს და მე თვითონ შემოწვიდა შუშები ჩამტრევა ნუ გათამაშება რა იმის რა როგორც ხდებოდა როლი გაითამაშეს თვითონ აიყვანეს ტერორისტი ხო რა და აქ პერიოდში მამა ჩემი იყო მაშინაც ეხლა ცოცხალი არის მამა ყველგან 85 წლის ხდება და გამოვიდა და ეუნება ერთ-ერთი არ ვიცი ეხლა იმის გვარი ვინ იყო ეს იარაღიო მე ჩავალაგებო ჩემი არისო მამა ჩემი ეუნება რა და ვიზა ჩემო კაი კაცი ჩახარ მაგრამ მე ჩავალაგე შენ თავზე რატო იღებო რა მამა ჩემა შეაგინა რა ეხლა კარგად შვილს უჭერენ იცის და თუ შეჩალაგეო და დაასრულა თავისი ამბავი და მიცემეს მამა ვეუნებოდი ვეხვეწებოდი მე იქვეცემეს კი სახში შეეშვით მე უთხარი ამ კაცის გარაგინა თო მე ვარ აქ ასე რა შემდეგ დაგაპატიმრეს კი რა თქმა უნდა ერთად წაგვიყვანეს მე ჩემი ბიძაშვილიც იქ ძალიან ბევრი იყო ჩემი ბიძაშვილის გარდა ორ კაცს ვიცნობდი დანარჩენ 15-16 იყო სულ ერთად რომ შეგიყვანეს ერთ საქმეზე მაგრამ არ იცნობდით სხვებს ვისთან ერთადაც ვითომ გადატრიალებას აპირებდით არ იცნობდით არ იცნობდი სხვებს ვიცნობდი მარტო ვიჩერი საწყალი დაიღუპა ეს ბიჭი თვითონ და მამამისი დაიჭირეს გეხსოვებათ ბატონო სოზა ალბათ ლიჩერი რო იყო და მამამისი მე მამამისი გაუშვეს ეს დააპატიმრეს უთყვილად იჯდა ესაც რა და საერთოდ პატიმრის ფსიქოლოგია გეცოდინებათ როცა დაშავებული გაქვს იცი რომ უნდა გაატარო ის ხო და არაფრის გულისხმობს დაგიჭერენ უკვე ძალიან ძნელია რა ძალიან და ეს დაჭერა იმდენად არაფერი ახლა მე იმედი მქონდა რომ გამოჩნდება სიმართლე და რაღაცა იქნება რა მე რაც დრო გადიოდა უკვე დავწმუნდი იმაში რომ ის მოპყრობა იქცემა ხამის სამსახზე შემოსვლა ციხეში კამერაში მე აძინოჩკას ვეძახიანი გადამიყვანეს და რა ვიცი აი ესეთი რაღაცები რომელ ციხეში იყავით ბატონო დანეს ციხეში მერვეში იქ რა ტიპის მოპყრობას ქონდა ადგილი ცემა ახსენეთ და ძალიან ცუდი ძალიან ნუ აღიარება არ ქონდა მე გამიგეთ და ისეთი ამბავი იყო რომ მოგვაწეინეს ხელი და ეხლა დასამალი რა არის აქ ყველაფერი რომ აი ეს დამიწერეს და უნდა მოვაწერო მე უთხარი ბიჭო არ ყოფილას როგორ მოვაწერო არ არის ეს რა ეწერა იქ ხომ არიცით რომ ვითომ მე პირადად ცხინვალის საზღვართან უნდა დახვედრიყავი რუსებს სპეცნაზელ რუსებს რომელიც იყო 40 კაცი თავისი აღჭურვილობით და ზილის ზარაში უნდა ჩამესო და გადმომიყვანა აქ ამბოხებონა მოგვეწყო
ну როგორც იყო მაშინ ზილების რევოლუცია აქედან წამოვიდა სახელწოდება რომ თქვენ დაგაბრალეს რომ რუს სპეცნაზელებს სპეცრაზმელებს უნდა დაახვედროდით სად გამყოფხასთან ხო და ზილის ზრავაში ძარაში უნდა ჩაგესვათ და ვითომ ბატონი ოქროშვილი ყავდათ ეს ზილი არა ვინაცვლე არ ყავდათ თან და ვისიაო ეს ზილი რომელიც შენიაო რა გითხრეთ არ ვიცი ზილის საერთოდ არ ყავს თვალით არ ვინახავ თვალით არ ვინახავს ზილი და ვითომ ოქროშვილს ბატონ ირაკლის უნდა შეხვედრილიყავი მე ლერი და რამოდენიმე კიდე სხვა და ვითომ უნდა ჩაგვესვა და ამბოხება უნდა მოგვეწყო 40 კაცით 40 რუსის სპეცნაზელით უნდა მოგვეწყო ამბოხი აი ეს იყო სხვა რა გასაგებია რამდენ ხანს დაყავით გლდანის ციხეში რამდენ ხანს იყავით გლდანის ციხეში 6 თვე შემდეგ მე გადაგვიყვანეს ორთაჭალაში ვიყავით რა და იქიდან გამომიშვეს მე ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გაქვთ დღეს ნორმალურად არა არის კითხვები ბატონი სოზარი ბატონი გურამი ბატონი ილია რომ მოგზანდით ვიცი რომ ძნელია ამის გახსენება და თან დაახლოებით ერთი და იგივე იყო ეს წამების მეთოდები ყველასთან მაგრამ მაინც თუ გაიხსენებთ აი რა ხდებოდა კონკრეტულად და ვინ იყვნენ ის ადამიანები ვინც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ну ეს პატარა ისტორიას მოყვები გდანის ციხეში რომ შემიყვანეს ну მე სახეზე არ ვიცნობდი რა ამ ფაცაციას რეჟიმის უფროსი ყოლი ფაცაცია და ну ეხლა დასამალე არ მოხს არაფერი თან მარტო ვიყავი რომ შემიყვანეს მარტო შევედი რა ეს აძინოჭკას ვეძახიან კაცშვილი არ დამხვედრია იქ პატიმარი და ვინმესთვის რომ გავსაუბრებული ვიყავი რომ ვინ არის ხო შემოდის ვიღაც კარები იღება კარგად მოგეხსენება ჯერ ქართველი კაცის ფსიქოლოგია და სიამაყე და მაგინებს დედას ბიჭო ვიძახი ვინ არის რატომ მაგინებს და მეთქი რატომ მაგინებს ნუ დავიმსახურე მეორე შემაგინა და დავარტყე ან შეიძლება რომ გამაკეთებინდეს მაგრამ დავარტყე დაარტყით ოლეგ ფაცაციას დიახ და დარტყმა მასია უნდა 12-მა კაცმა ანუ შეგაიდრო გამატარებინეს ეს სიტყვით რა და გცემეს და იმაი გადამეკიდა რა ყოველ სამ დღეში ერთხელ ორ დღეში ერთხელ გამოძახება იქ ბოდიში და აბანოს ეძახიან გაყვანა იძველი ბიჭი გამოიყვანეთ მეთქი ბიჭო რა შუაში ეძველი ბიჭი შემაგინე მოხდა ხო რა მოხდა ბავშვობაში არ მოხვედრია ერთხელ ვეღუნები და მომხვედრია მაგრამ შენერი კაცისგან არა ესეთი რა ნუ ჩაიდო გულში ერთხელ ისეთ დონეზეც მივედი რომ მეთქი ათი აღარ მინდოდა რა უკვე ამომივიდა ბელში რა ეს ყოველდღიური ცემა ყოველდღიური შეურაცხყოფა ხო ეგრე რა ერთი სიტყვით არ ადამიანურად იქცეოდნენ იქ რა ესე იქცეოდნენ ყველას ბატონმა ოქროაშვილმა თუ მოგიკითხათ საპატიმროში ყოფნისას არა ბატონი ოქროაშვილი იმ პერიოდში ახარ იყო წასული იყო საფრანგეთში იყო შემდეგ დაბრუნდა და მერე თუ მოგიკითხათ თქვენს გამოხვედით საპატიმროდან ხო მაგრამ მე თვითონ არ მინდოდა და აღარ ქონდა თუ ურთიერთობა აღარ ქონდა გასაგები არ ქონდა ურთიერთობა ბატონი გურამი თქვენ და თქვენი ბიძაშვილი და კიდე რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს ეს ყველა ადამიანი იყო პოლიტიკურად მოწინააღმდეგე ხო რა თქმა უნდა აი ხელისუფლების ნაციონალურ მოძრაობის ეს ამ კითხვაზე პასუხი კიდევ ერთხელ მინდოდა იმიტომ რომ საზოგადოებას მათ შორის ჩვენ უცხოელ პარტნიორებს რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ აი რას ნიშნავს ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების აბსურდული მეთოდებით რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაანეიტრალო და ის რეალობა რაც ახლა ხდება მართლა რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებია და ვითომ შეფუთვა რომ უნდათ რომ ესენი არიან ოპონენტები ამ დროს თქვენ რამდენიმე ადამიანი აბსოლუტურად პოლიტიკურ მოღვაწეობაში იყავით ჩვეულებრივად ოპოზიციაში და ამ დროს ხდება აი ესეთი საშინელებები რასაც ახლა აქ ვისმენთ ყველა ერთად აი ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას რომ დღეს რაც ხდება ახლა საქართველოში თავიდან ბოლომდე ეს არის ინსპირირებული
უცხოეთიდან, რომელიც მხარს უჭერს იმ რეჟიმს, რომელი რეჟიმის მსხვერპლებით სამწუხაროდ აი თქვენ მოხვედით და ბრძანდებით აბსოლუტურად ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დაპატიმრებულები, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტები იყავით იმ ხელისუფლების. აი ეს ფაქტი უნდა დაფიქსირებული. მადლობა. ზუსტად მასია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თქვენ თქვით, რომ პარტიაში იყავით ოქრუაშვილთან. როდის შეხვედით ამ პარტიაში? ახალი ჩამოყალიბებული ხონდათ. დაახლოებით რომელი წელი? სადღაც 3-4 თვით. 4 თვით რა ეს. თქვენ თვალყურს ადევნებთ საგამოძიებო სხდომებს, ეხლა რაც მიმდინარეობს. ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი ჩვენ დავიბარეთ და არ მოვიდა. მასთან ბევრი კითხვები იყო მთან დაკავშირებული და ასე შემდეგ წინას. რა იყო მოტივი თქვენი პარტიაში შესulis? აი რა გამოძრავებდათ, რისი გჯეროდათ ან თუ იცოდით ოქრუაშვილი, აი ომის დროინდელი ამბები, მისი დამოკიდებულება ჯარის მიმართ, მისი დამოკიდებულება სხვების მიმართ. ეს თუ იცოდით და რა მოტივით შეხვედით პარტიაში? ვიცით რა არის, აი ოქრუაშვილი რო ოპოზიციაში ჩაუდგა მიხეილ სააკაშვილს. აი მე რო უკვე აი ჯეროდა რა ესე იგი, ვინც გინდა ყოფილიყო. და ოპოზიციაში რო ჩაუდგა მიხეილ სააკაშვილის რა არ მოგწონდათ? რა იცოდით და არ მოგწონდათ? ნუ მე პირადად არ მომწონდა მაგის პოლიტიკა. პოლიტიკა. და როცა ოქრუაშვილი მასთან ერთად ამ პოლიტიკას ერთად აწარმოებდა, რატომღაც მეგონა რომ გაამართლებდა ეს კაცი. მეგონა მას რომ გაამართლებდა და რაღაცა კეთილდღეობებში წავიდოდა საქმე, მაგრამ გასაგები. ამ გადმოსახედიდან რას ფიქრობთ, რას ეტყოდით მაგალითად იმ ხალხს, ვინც დღეს ითხოვს ამ ადამიანების დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, თქვენ ხედავთ ახლა და ის ბატონო ჩემო, ვის ოჯახსაც არ გამოუცდია, რაც მე გამოვცადე და რაც შემნაირმა ბევრმა გამოცადა, აი ესეთი ხალხი ითხოვს. ვის გაზოლოქებულები არიან და ვისაც კარგი დიდი შემოსავალი ჰქონდათ, ყველამ თავის შემოსავალს მიხედოს, მაგრამ ის ხალხი არ არის დასაბრუნებელი რა. მაგას ვიძახი რომ არ უნდა წამდეთ იმ ხალხის, იმ წარსულის არ უნდა წამდეთ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ კომისიის მუშაობის? კარგად მიდის. შემიძლია არის იმედი მაქვს რომ გამოჩნდება რა სიმართლე გამოჩნდება და ხალხი შტაინერი ხავს იმ ამბავს რომ გარჩიოს თეთრი და შავი რა. აი ეს გონია რომ მოხდება და იქნება ესე. კარგით, მადლობთ. მადლობა ბატონო ილია, ბატონო ბესიკ. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ თქვით რომ მამა ცოცხალია დღესაც. ჩვენგან მოიკითხეთ, იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდებზე კი ბევრს საუბრობთ, მაგრამ ის ჩვენზე უფროსი თაობის წარმომადგენლები, ვინც მისი შესაძლებლობის ფარგლებში ძალას არ იშურებდა, რომ შვილების ნაცვლადაც ხშირად წინააღმდეგმოდა მაშინდელ რეჟიმს და ამბობდა რომ მე ასაკში ვარ და ნაკლები რისკია რომ ცუდად მომექცნენო, მათ განსაკუთრებულად უდასტურებთ ჩვენ პატივისცემას. სამწუხაროდ წინა რეჟიმი ასაკს მაინც არ ითვალისწინებდა და ხანდაზმული ხალხი ძალიან ბევრი ვნახეთ, ვისაც სიბერე გაუმწარეს. ამიტომ პირველ რიგში მას დაუდასტუროთ პატივისცემა თქვენ ასევე გაწეული ბრძოლისათვის და თქვენს ოჯახს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო წინა რეჟიმის დამარცხებაში. მადლობას მოგახსენებთ, ჩვენ ბატონ ნიკოლოზ ჯანჯალაშვილს უნდა გავესაუბრებთ, იცნობთ თქვენ ბატონ ნიკოლოზს, თქვენ ერთ და იმავე საქმეზე იყავთ. იქ გავიცანეთ. იქ გაიცანით. თქვენ გაბრალებდნენ რომ ერთად აპირებდით სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ გაიცანით ის მას შემდეგ, რაც უკვე ორივეს ბრალი წაგიყენეს. ერთადერთ ვიცნობდი ბიძაშვილს და ერთ თანამშრომელს, რომელიც დღესდღეობით აღარ არის არის ცოცხალი.
მადლობა ბატონო ბესიკ. სამდივნოს ვთხოვ რომ გაგაცილოთ და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მე თვითონ თქვენი ფარველი. მადლობა. ჩვენ ბატონ ნიკოლოზ ჯანჯალაშვილს მოვუსმენთ ასევე ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმეზე. ვთხოვთ რომ შემოგბრძანდეს თუ შეიძლება. როგორც ბატონმა ბესიკმა აუხსნა საზოგადოებას, ვინ შეიძლება არ იცოდეს